პატრიარქის სანუკვარი სურვილი და ოცნება იყო ერის ერთიანობა. ერთიანობა როგორც ტერიტორიული, ისე სულიერი უპირველეს ყოვლისა და ერთ-ერთ ეთერში ვახსენე კიდევაც, რომ პატრიარქი თავის ყველაზე დიდ გამარჯვებად თვლიდა შვიდგზის ლოცვების შემოღებას და შვიდგზის ლოცვები შემოიღო უპირველეს ყოვლისა იმის გამო, რომ თელ ერს ყველა ქართველს ერთად ითქვა ლოცვა ღვთისადმი. ერთად აღევლინა, რომ აი თუნდაც აი ამ ლოცვის დროს გაერთიანებოდა ქართველი ერი და ყველას ერთად მიემართა უფლისათვის. ეს ერთიანობა ქართველთა ყოველთვის იყო მისი ყველაზე მთავარი мотиваცია და მას შეძლო ეს. მოწოდებაც ჰქონდა მას ესეთი, რომ ქართველნო ერთად ღვთისაკენო. და ეს რაღაცა მართლა ასეა, რომ აი ამ სიტყვაში ყველაფერია უკვე ჩატეული, თუ ჩვენ შევძლებთ ვიყოთ ერთად და ერთობით წავიდეთ ღვთისაკენ, აი საქართველოს გადარჩება და გაწყინდება აუცილებლად რა და ეს იყო პატრიარქის სანუკვარი სურვილი და ოცნება და აი თქვენ ეხლა დასაწყისშიც ახსენეთ თქვენს მონოლოგში და მეც აუცილებლად დაგეთანხმებით რა რომ ადამიანმა თავის გარდაცვალებითაც კი შეძლო რომ მთელი ქვეყანა გაერთიანებინა. მე ძალიან მინდა რომ ის მუხტი რომელიც ეხლა ტრიალებს აი 9 აპრილი ახსენებ. ემა და მე 9 აპრილი ძალიან კარგად მახსოვს. სკოლის მოწაფე ვიყავი მაშინ, დამამთავრებელ კლასებში ვიყავი და მე და ჩემი მეგობრები დავდიოდით ფაქტიურად მიტინგს ავტოვებდით ხოლმე და ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული პროკლამაციების გავრცელებაშიც, მიტინგებზე სიარულშიც. ეხლა მოგიხსენებათ მაშინ სოციალური ქსელები არ არსებობდა და ეს პროკლამაციებით უნდა გაგავრცელებინა ეს ინფორმაცია რომ სადღაც რაღაცა მიტინგი ტარდებოდა რა. დროშებით და არაზმულების სკოლა მიყავდა ხოლმე ერთად მეგობრებს და ვიღებდით ხოლმე მონაწილეობას და მე მაშინ ძალიან კარგად მახსოვს როგორი მუხტი იყო რომ სიცივეები იყო ნოემბერში განსაკუთრებით რა და როდესაც ვიდექით ხოლმე მთავრობის სასახლის წინ უდიდესი სიყვარული და ერთმანეთზე ზრუნვა ტრიალებდა იმ ადამიანებში, აი ვიღაცას დაინახავდნენ ხანში შესულს ქალბატონს, ვიღაცას ციოდა, ვიღაცა გაიხდიდა თავის ქურთუქს და მოახურებდა რომ არ შეგციდეთო, ვიღაცა დაუფენდა თავის ქურთუქს რომ აი დავძამდით რომ რაღაცა აი სასწაული ზრუნვა იყო ერთმანეთზე რა და რაღაცა მსგავსი კი ზუსტად იგივე ვიგრძენი ახლა მე აი ამ დღეებში, როდესაც მთელი საქართველო არის გაერთიანებული. და გზადაგზე წყალს ურიგებენ, ასე ვთქვათ, პატივის მისაგებად მისულ ადამიანებს დღეს ნახე სოციალურ ქსელში, იქვე ფანჯარაზე გამოკრული იყო, ასე ვთქვათ, საინფორმაციო აბრა შეიძლება ასე ითქვას, წარწერა, რომ აი ყავა, ჩაი თუ კი ვინმეს გინდათ შემოგთავაზებთ უფასოდ, ოღონდ დაგვიკაკუნეთ და აი ალბათ ნახეთ ეს კადრის გოგონა, პატარა გოგონა რო აწვის წყალს ჭიქით და ეს ის ადამიანები ვართ, მამაო, თქვენ იცით ეხლა ცოდვა გამხელილი ჯობსო, თანაც ეს თვალხილული ცოდვა, რომლებიც გზას არ ვუთმობთ ერთმანეთს და საკუთარი ჯანმრთელობის და რისკის ფასადაც კია. ეს ადამიანები, გუშინ ეს ადამიანები დღეს უკვე ერთმანეთის გვერდში ვდგავართ. მე მინდა რომ უბრალოდ ეს ერთადდგომა და თანადგომა ხო გაგრძელდეს კიდევ დიდხანს, თუმცა სამწუხაროდ ამის იმედი არ მაქვს. იცით რა არის აი მე რას უყურებ, იცით რომ აი ამით ღმერთი რას გვახსენებს, იცით რომ აი ადამიანები სინამდვილეში ესეთები ხართ. თქვენ გულის სიღრმეში მე ესეთებად დაგვადეთ, ესეთებად შექმნით. თქვენ ერთმანეთზე უნდა ზრუნავდეთ, თქვენ ერთმანეთს უნდა გიყვარდეთ, თქვენ ერთმანეთთან სამტრო და გასაყოფი არაფერი არ არის. როგორც კი რაღაცა სამტრო ჩნდება, როგორც კი რაღაცა დაპირისპირება ჩნდება, ეს დაპირისპირების სული ყოველთვის ბოროტისაგან მოდის, ყოველთვის ეშმაკისაგან მოდის. ეშმაკი ყოფს, ღმერთი აერთიანებს, მუდამ. უფლის სანუკვარი სურვილიც ეს იყო გეციმანის ბაღში, როცა ლოცულობდა, რომ მამაო შეევედრა თავის ზეცილ მამას, მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, იყვნენ ესენი ერთნიო, როგორც ჩვენ ვართ ერთნიო. და ამისთვის არის საერთოდ ადამიანი შექმნილი. ადამიანი შექმნილი არის ღმერთთან ერთობისთვის. აი თითქოს სიტყვა სამოთხეზე თუ გიფიქრიათ, ხო, აი თვითონ ეს სიტყვა რამოდენმენაირად განმარტავენ ამ სიტყვას, მაგრამ მე ყველაზე მეტად მომწონს და ყველაზე ახლოს არის თითქოს ჩემთან ესეთი განმარტება, რომ სამთან მეოთხე. ანუ ყველა წმინდა სამებასთან მეოთხე უნდა ყოფილიყო ადამიანი, ანუ ამისთვის შეიქმნა, თქმა უნდა, ადამიანი
ბუნებით ღმერთი ვერასოდეს ვერ გახდება, მაგრამ მადლით ღმერთი შეეძლო ყოფილიყო მას. ამ იდეით იყო შექმნილი თავიდანვე. ამიტომ ამბობს უფალი, რომ შევქმნათ ხატად და მსგავსად ჩვენ და თავისნაირად შექმნა და ადამიანისთვის შექმნა მთელი ეს ხილული და უხილოვი სამყარო ღმერთმა. მას ეს ყველაფერი არაფერს ერჭიდებოდა. ადამიანის სიყვარულის გამო შექმნა. დღეს უკვე მოვისმინეთ მაღალი იერარქიის სასულიერო პირებისგან, რომ არ არის შორს ის დრო, როდესაც უწმინდესის და უნეტარესის წმინდანად კანონიზაციის საკითხი შეიძლება დადგეს დღის წესრიგში. ანუ თქვენ როგორც სასულიერო პირმა უფრო დეტალურად გითხარით, ახლა ბევრი ხილული სასწაულის შესახებ მოვისმინეთ უშუალოდ თვითმხილველებისგან, ანუ რაში შეიძლება ეს ყველაფერი გაგრძელდეს და შემდეგ გადაიზარდოს და პროცედურაც როგორია, ეს ძალიან საინტერესოა. იცით რა, დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენი პატრიარქი სწორედ ეს ადამიანი გახლდათ, რომელზეც ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში საუბრობდნენ, რომ ეს ცოცხალი წმინდანია და არაერთი ადამიანი ამბობდა ამას. აბსოლუტურად არ იქნება გასაკვირი და პირიქით ალბათ ლოგიკური იქნება და ყოველასთვის რაღაცა მოსალოდნელია, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ როგორც ბრძანა მეუფენიკოვოზმა, ნამდვილად ესე ვფიქრობ მეც, რომ ყველა წინაპირობა არსებობს აიმისოთ, რომ მოხდეს მისი კანონიზაცია. მით უმეტეს როგორც თქვენ თქვით, მართლა ბევრი ხილული სასწაული უკავშირდება მას ჯერ კიდევ თავის ამ ქვეყნავირი ცხოვრების განმავლობაში რა და მე ვფიქრობ, რომ ჯერ უნდა მოხდება ამ ყველაფრის შეჯერება, ეხლა თქვენ პროცედურები მკითხეთ, ანუ აქ არის რაღაც აუცილებელი, რაღაც გარკვეული წლების გასვლა და იმის შემდეგ თქვა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ პატრიარქის შემთხვევაში ეს ყველაფერი დაჩქარდება, თუმცა ეს ჩემი პირადი აზრია, მხოლოდ რასაკვირველია. შეიძლება ვიღაცა დამეთანხმოს, ვიღაცა არ დამეთანხმოს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი დაჩქარდება. იმიტომ რომ მართლაც იმდენად დიდი ფიგურა, იმდენად მე არ ვიცი, მე მართლა არ მეგულება, ეხლა რა ვიცი, ვიტყოდი, რომ არც ისე ცუდად ვიცნობ ჩვენი ერის და ჩვენი ეკლესიის ისტორიას, რა და მე მართლა არ მეგულება მსგავსი მოღვაწე, მსგავსი სასულიერო პირი, კათოლიკოს პატრიარქი ჩვენს ისტორიაში, რომელსაც აი ამდენი რამე უკავშირდებოდეს. ესე საინტერესო თვითონ რა რეაქცია ჰქონდა, როდესაც ეუბნებოდნენ ან მის მიმართ მადლიერებას გამოხატავდნენ, რომ მისი ლოცვითა და შეწევნით, მაგალითად ვიღაც განიკურნა, მისი ლოცვითა და შეწევნით ვიღაცა, არ ვიცი, ვიღაცა ცხოვრების ხალისი დაუბრუნდა, ვიღაცა რაღაცა განსაცდელს დააღწია თავს. თვითონ რა რეაქცია ჰქონდა ამაზე? თუ შეხავთ ამის შემსწრე. თვითონ რა რეაქცია ჰქონდა და თვითონ ჰქონდა ის რეაქცია, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ თავმდაბალ მართლმადიდებელ ქრისტიანს, რომ ამ ყველაფერს უხსნიდა იმ ადამიანს, რომ ეს ყველაფერი არა მისი, არამედ ღმერთის მადლი და მისი დამსახურება იყო. ეს ასეც არის. არც ერთი თავმდაბალი ადამიანი საკუთარ თავს არ მიაწევს და არ ღებულობს არასოდეს იმ ქებას და დიდებას, იმიტომ რომ ეს შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს, რა თუ ადამიანმა არასოდეს არ უნდა მიიღოს ქება. და მით უმეტეს რომ ეს რეალობა, მართლაც რეალობა, იმიტომ რომ ჩვენ ღმერთის ნების გამტარებლები და მისი ნების აღსრულებლები უნდა ვიყოთ და ვართ კიდევაც სწორ შემთხვევაში რა თქმა უნდა და თუ კი ჩვენი ხელიდან რამე ხდება სასიკეთო ეს ყველაფერი ღმერთის მადლია. აი თუ გახსოვთ მოციქულთა საქმეებშიც ასე არის, როდესაც ან პეტრე, ან პავლე, ან სხვა რომელიმე მოციქული რაიმე სასწაულს აღასრულებს ან ვინმეს კურნავს, ყოველთვის ეუბნება იესო ქრისტე კურნავს შენ. იესო ქრისტე აღასრულებს ამ ყველაფერს, ანუ ყოველთვის ღმერთის სახელით ხდებოდა. არც ერთი მოციქული და არც ერთი წმინდანი საკუთარ თავს არ მიაწევდა არასოდეს არანაირ სასწაულს თუ რაღაცა ისეთ განსაკუთრებულ ქმედებას, რომელიც მის ხელიდან გამოდიოდა, იმიტომ რომ ყველა მიცოდა და კარგად ჰქონდათ გააზრებული, რომ ეს ყველაფერი ღმერთის მადლია და თვითონ მხოლოდ გამტარნი იყვნენ, ჭურჭელნი იყვნენ ამ ღმერთის მადლის. უწმინდესსაც ყოველთვის ეს განცდა ჰქონდა, უწმინდესი უთავმდაბლესი ადამიანი იყო, ჩემო ძვირფასო და ყოველთვის აი ამას სხვაგანაც ვახსენე და აქაც გავიმეორებ, მე ძალიან კარგად მახსოვს, არაერთხელ ყოფილვარ მე შემსწრე შენდობის დღეს, როდესაც დიდი მარხვა უნდა დაიწყოს, მისი სინანულისა, მისი გულწრფელი წრემლებისა, როდესაც დაჩოქილი მუხლებზე სამხელა უზარმაზარი გუმბერაზე ადამიანი ცრემლებით, ღაპაღუპით მოსდიოდა ცრემლები, თავს ვერ იკავებდა ხოლმე, სათვალეს იხსნიდა, იმიტომ რომ სხვანაირად ვეღარ ეწმინდავდა იმ ცრემლებს. როგორ გთხოვდა შენდობას და პატიებას ყველა თავის სოდის გამო და
გულწრფელი და თავმდაბალი ქრისტიანი ასეა ჩემო კარგო, ის ყოველთვის განიცდის თავის სოდებს და არა თავის ღირსებებს. პატრიარქიც ასე იყო და ყოველთვის ითხოვდა შემდგომს ამ სოდების გამო. მამასაბა, ერთიც მინდა გკითხოთ, ანუ ყველას რა თქმა უნდა გვაინტერესებს როგორ წარიმართება პროცესი კვირას პატრიარქის დაკრძალვამდე. იყო ბევრი შეკითხვები, მათ შორის ვინ წარუძღვებოდა აი ამ ლიტურგიას და წესის აგებას. ვიცით რომ მსოფლიო პატრიარქი ჩამოდის, ის მიიღებს მონაწილეობას წესის აგებაში, მაგრამ ის არ იქნება, ასე ვთქვათ, წამყვანი ფიგურა ამ პროცესში. ანუ აი რატომ მაინც და მაინც უნდა იყოს საქართველოს მოქმედი სასულიერო პირი, იქნებ წესია ასეთი. მე ვერ გეტყვით, მე ვიცი ის რომ თავიდან ნათქვამი იყო, ესე გაჟღერდა თავდაპირველად ინფორმაცია, რომ მსოფლიო პატრიარქი აღავლენდა წირვას, რომელიც ჩამომზამდებოდა და ეს ნამდვილად დადასტურებული ინფორმაციაა, რომ ეს აუცილებლად ჩამომზამდება. ვერთი შეწევნით, რა თქმა უნდა. და თითქოს იყო ისეთი ინფორმაცია, რომ მას უნდა აღევლინა ეს წირვა, თუმცა და შეიცვალა მოგვიანებით ეს ინფორმაცია და ითქვა, რომ ის იქნება დაესწრება მსახურებას, მაგრამ ის არ იქნება მწირველი და წირვას აღავლენს საპატრიარქო ტახტის მოსამდრე მისი მაღალ ყოვლად უსამრელოესობა მიტროპოლიტი შიო. შეეხება წესის აგებას, წესის აგებაშიც ვიცი რომ მიიღებს მონაწილეობას. არ ვიცი, ახლა აქ შეიძლება თავადაც წარმართოს თვითონ ეს მსახურება სოფლიო პატრიარქმა, თუმცა შეიძლება აქაც იგივენაირად მეუფეშიომ აღასრულოს და დანარჩენები იყვნენ თანამონაწილენი, ამას არავითარ ისეთი პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. ანუ, როდესაც დასრულდება წმინდა ბასილი დიდის წირვა, რომელიც აღესრულება კვირაობით დიდმარხვაში, წირვას მოებნის შემდეგ წესის აგების მსახურება იქვე, ყოველ წმინდა სამების საკათედრო ტაძარში. მღვდელმთავრები ერთობლივად აუგებენ კათოლიკოს პატრიარქს წესს, შეევედრებიან უფალს მისი სულის სასუფეველში დამკვიდრებას და როდესაც დასრულდება წესის აგების მსახურება, ყველა ერთად დაიძრება პროცესია მთლიანად, ანუ უწმინდესთან ერთად მთელი სამღვდელოება, ეპისკოპატი, ის ადამიანები, ვინც იქ იქნებიან და ყველანი ერთად მსვლელობით გამოემართებიან სიონის საკათედრო ტაძრისკენ, სადაც უკვე წინასწარ გამზადებული არის სამარხი მისი უწმინდესობისთვის, ძალიან ისეთ საპატიო და მნიშვნელოვან ადგილზე და მოხდება მისი საბოლოო სამყოფელის მიჩენა მისი სხეულისთვის. აი ესე იქნება ეს ყველაფერი, თუმცა იქნება ძალიან დიდი ოდენობით ხალხი და ალბათ იქნება მობილიზებული რაღაცა ყველა მხრიდან ყველანაირი ძალები, როგორც ვიცით არის უკვე რაღაცა მამასაბა, ძალიან დიდი